მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. დავსაუბრობთ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ვკითხოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა. საუბარია იმაზე, რომ მათ ვალდებულება აღარ ექნებათ რუსული ენის და ისტორიის ცოდნის. როგორ აფასებთ ამ სიახლეს და რა პოლიტიკური გათვლა აქვს რუსეთს ამ კონკრეტული შემთხვევაში და საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის გამარტივდა რუსეთის მოქალაქეობის მიღება. პირველ ყოვლისა მინდა სრულიად საქართველოს მიველოცო აფხაზეთის დღეები, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დგაში მიღებული ჩვენ კალენდარში. მადლობა უთხრა ქართულ ეკლესიას ამისთვის, რომ ჯერ კიდევ გვახსოვს აფხაზეთი. მინდა მივესალმო სრულიად მოწყობად მოსახლეობას, რომელსაც დევნილებს გვეძახიან, არადა იძულებით გამოსახლებულები ვართ ამ დროს და უსურო ყოველივე კარგი. მოდით შევხედოთ ამ საკითხს. რუსეთი ცდილობს და ცდილობს კი არა აკეთებს პრაქტიკულად სრულ ინტეგრაციას აფხაზეთის თავის ქვეყანაში. ესაა მთავარი მიზანი. თუ დააკვირდით, ჩვენთან ალტრუისტები რო არიან, როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ თურმე რუსეთი ჩვენ რაღაცას დაგვიბრუნებს და ასე შემდგომ და ახლა სხვა პერიოდია და რა დროს ევროპა და ასე შემდგომ. მათ საყურადღებოდ რო ცოტა დაფიქრდნენ, რომ ეს ნაბიჯი პრაქტიკულად რაზე მეტყველებს, რომ რუსეთი არასდროს არ შეიცვლის თავის პოლიტიკას ამ რეგიონში. ამას ის 300 წელიწადი აბზადებდა. რაში გამოიხატება ახლა? რატომ ახლა და რატომ მანამდე არა? ჩემი საზრით, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებაა სუფთა სუბიექტური, მაგრამ რა თქმა უნდა, ფაქტებზე ესე იგი დაყრდნობილი გარკვეულწილად. ჩემი საზრით, როდესაც ქართულ საზოგადოებაში გაისმა ის, რომ თურმე რაღაცა უნდა მოხდეს ურთიერთობა და რაღაც უნდა ჩამოყალიბდეს აფხაზეთთან და საქართველოს შორის, ესე იგი კონფედერაციულ მოწყობაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ პრაქტიკულად ქართულმა საზოგადოებამ ეს გაშიფრა და არ მიიღო, იმიტომ რომ კონფედერაცია ნიშნავს დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შემდგომ რუსეთმა გააგრძელა თავის პოლიტიკა უფრო ღიად. გვიჩვენა, რომ ახლა მე კიდე უფრო მეტ ინტეგრაციას მოვახდენ აფხაზეთისა ჩემთან, ჩემ ქვეყანაში და მე თქვენ გადაწყვეტეთ როგორც გინდათ. მეახლობით ეს ერთი ნარატივია ჩვენთვის გამოგზავნილი. მეორე ის არის, რომ თუ დააკვირდებით, არც ჩვენ მხარეს, არც იქით ამ მხარეს ლაპარაკი არ იყო დევნილთა დაბრუნებაზე. ეს თემა დახურულია. იმიტომ რომ თუ დევნილები დაბრუნდნენ, მაშინ ინტეგრაციაც უფრო გაჭირდება როგორც ჩანს. და არადა დააკვირდით ციფრებს, მე ვიმეორებ ამას, რომ არ დაივიწყოს ქართულმა მოსახლეობამ. 5000 კაცი არის მოკლული, დახვრეტილი ნაწამები აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დამთავრების შემდგომ. ხას უსვამ ამას, დამთავრების შემდგომ. ეს არის მოხუცები, ქალები, ბავშვები, რა ვიცი. ერთ სიტყვით გზავნილია ჩვენთვის, რომ ძალიან დაფიქრდით ქართველებო, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ და გააკეთოთ. მე ხლა არ შეუდგება, თუნდაც ახლა ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ის ყოველივე ის ურთიერთობები, რაც მყარდება დღეს რუსეთს შორის. იგივე ეკონომიკური ურთიერთობები, სამხედრო, ყველაფერი ახლა მთელი რიგი აეროპორტის მუშაობის აღდგენა, რა თქმა უნდა დადგება საკითხი სარკინიგზო, ესე იგი მოძრაობის აღდგენის, ერთადერთი უშლით ის, რომ ცოტა აქ ირანის ინტერესებია და რუსეთ-ირანის ინტერესები და სადღაც შეიძლება დაიბლოკოს ამერიკის მხრიდან. ну რა ვიცი, მიდის მოლაპარაკები ალბათ, მოლაპარაკებები. რუსეთს ძალიან მარტივი გეგმა აქვს. მე ამას ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს ეს. დღეს აფხაზეთში პირველი კაცი, ანუ პრეზიდენტი, აუცილებლად უნდა იყოს აფხაზი,
და აქედან გამომდინარე, ესე იგი, ენა უნდა იცოდეს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. უკვე დემოგრაფიული მდგომარეობა იცვლება და შეიცვალა უკვე სომხებისა და რუსების სასარგებლოდ. ამიტომ ხვალ თუ ზეგან მასზე დავუსვამენ ძალიან მარტივ კითხვას. აბხაზ თქვენ გინდათ განვითარება, თქვენ გინდათ ინვესტიცია. მაშინ უნდა იყოს დემოკრატიულები. ხო, აუცილებელია ეს. და სწორიც იქნებიან დემოკრატია, ხო, საწყისია ყოველის. ესე იგი და მეტყვიან რომ ამისთვის საჭიროა რომ დემოკრატიული კანონები იქნეს შემოღებული. უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი პრეზიდენტი და რა შედეგით დამთავრდება ეს არჩევნები ხო ნათელია. აი მიახლოებით აი ასეთი გეგმით მიდის. იქ ყოველთვის იმპერიებს არა ერთი ვარიანტი აქვს გეგმის, არამედ 2, 3, 5, რომელი ამუშავდება არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მე მგონი მაინც ეს არის. და მე ეტყვიან რომ აი ძმაო დემოკრატიულად ყველაფერი შეიცვალა და ასე შემდგომ. იქ ძალიან რთული სურათია დემოგრაფიის კუთხით. ძალიან რთული. და აფხაზები მიხვდნენ ვისაც გონება შედარებით ესე იგი ნათელი აქვს რომ რა მოველის ეთნოს ერთადერთი გადარჩენის გზა აქვს საქართველოსთან ინტეგრირება. სხვა გზა მათი გადარჩენის არა განვითარების, მაგრამ გადარჩენის არ არსებობს. ну რა ვიცი, იცით, მათი ინტელიგენცია იმდენად გაბრუებულია ერთ-ერთი იმ იდეოლოგიით, რომელიც მოდიოდა კრემლიდან და შემდგომ იმ ქონებით, რომელიც მათ იშოვეს აი ამ ომის და უბედურების შემდგომ, რომ უკან დასახევი გზა მათ არ აქვთ. ამიტომ ჩვენი მხრიდან საჭიროა უფრო ესე გონიურულად შევხედოთ ყოველივე ამას. თუ რამე არის ისეთი რომელთანაც შეიძლება ესე იგი დათანხმება, შეგუება, კი ბატონო, ვილაპარაკოთ ყველასთან, რაზე ელაპარაკი. და პირველ რიგში რა თქმა უნდა აფხაზებთან. თუ არ არის, თქვა ერთ და სამუდამოდ ვარი, რომ ამას საქართველოს არ იზამს. აი მაგალითად კონფედერაციულ მოწყობას ჩვენ უნდა უთხრათ ეს კატეგორიული ვარი. სხვა ფორმები შეიძლება მოინახოს რაღაც, არსებობს მრავალი. თქვენ დააკვირდით, რამდენი ტერიტორია აქვს საქართველოს დაკარგული უკვე კომუნისტურ პერიოდში, ასე ამ იმპერიის, რუსული იმპერიის კომუნისტურ პერიოდში. 38,000 კვადრატული კილომეტრია დაკარგული. ყველა ჩვენ მეზობლებს რუსეთმა, ზოგჯერ ინგლისის რაღაც თანხმობით, ზოგჯერ კიდე სხვა, ესე იგი ჩამოაჭრეს ტერიტორიები საქართველოს და დაურიგეს ამ დანარჩენ მეზობლებს. სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, თურქებს, აი სოჩა და დვალეთი კიდე არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, დვალეთის ნაწილი რუსეთს გადაეცა, ლაპარაკი ამაზე რომ დაგიბრუნეთ და გადაგარჩინეთ და 4000 კილომეტრზე მეტი. იგივე 6000 კილომეტრი ჩვენ მეგობრებს აზერბაიჯანელს. მე ახლა ამას არ ლაპარაკობ რაღაც ნიშნის მოგებით, ლაპარაკობ ფაქტებს. 4000 კილომეტრზე მეტი სასომხეთს, ხო 2 და 40 დასახელებული პუნქტით, იქ საბადოებია კიდე ძალიან. 23000 კილომეტრი თურქეთს. პრაქტიკულად ძალიან ბევრი სახელმწიფო, აი მაგალითად ბელგია, ბევრად ნაკლები ამ ტერიტორიაზე. 38000 კილომეტრზე მეტი. ეს პროცესი მიმდინარეობს. ახლა ეს უნდა განხორციელდეს აფხაზეთში, ესე იგი ცხინვალის რეგიონში და მე კიდე სხვა რეგიონების, ესე იგი დადგება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ჩვენი ქართველების ყოფნა არ ყოფნის საკითხი. გამოსავალი მხოლოდ ერთია. კიდე ერთხელ ეს გზავნილია, თუ კი ვისმენთ რომ ვინმე აფხაზეთში, რომ აუცილებლად ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ პატარა ეთნოსები, რომ მეტი შანსი გქონდეს გადარჩენისა, როგორც ჩვენ, ისე მათ. აი მიახლოებით ესეთი სიტუაციაა. მინდა ვკითხოთ ასევე ცნობილი საინვესტიციო ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაზე, რომელიც დიდი ნებათაღებისაგანი არის აფხაზეთში და ვიცით რომ ისევ დადგება დღის წესრიგში მისი მიღების საკითხი და მიუბრუნდებიან რუსეთი და ოკუპირებული რეგიონი, ასე ამბობენ ამ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას და რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბოლო რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით უნდა იყოს დაცული რუსი ინვესტორების რუსული უფლებები და ასევე რუსული კაპიტალი შესაბამისად.
აი რა არის თქო შეგიძლიათ ამ ნაწილში ამ საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლოდინები როგორი შეიძლება იყოს და საბოლოო ჯამში ეს საინვესტიციო შეთანხმება რას უხდის აფხაზეთის რეგიონს ეს ყველა შეთანხმებები ეს არის ტაქტიკური სრულები იმ სტრატეგიისა რომელიც ხორციელდება აფხაზეთში ანუ ამ მიწის ანექსიისთვის ეს არის სულ ახლა აუცილებლად იმუშავებს ეს შეთანხმებები აუცილებლად ამუშავდება იმიტომ რომ ამის უკვე ჩანს რომ ეს რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმიტომ რომ გაიმაგროს თავისი პოზიციები ახლა აფხაზის საზოგადოება რა თქმა უნდა უკვე მიხვდა რომ რით შეიძლება ეს დამთავრდეს მაგრამ დამერწმუნეთ რომ მათ არ ეყოფათ ის ძალები დღეს ესე ჩანს ღმერთმა ხვალ სხვანაირად იყოს რომ საბოლოოდ მოერიონ ამ საკითხს ეს მე ვფიქრობ ესე იქნება იმიტომ რომ როცა შემოდის კაპიტალი თან მთელი ის საინტერესო ის არის რომ მათი ესე იგი ბომონდი ეგრეთ წოდებული ანუ მათი არისტოკრატია ხო რა ქვია მათ ესე იგი რუსული ბიზნესი ეს არის რუსული კაპიტალიზმი არის ტყიური კაპიტალიზმი და ამ ტყიური კაპიტალიზმში ფულის შოვნის ძალიან დიდი ბევრი საშუალებაა რასაც აყოლილი არიან არა მარტო აფხაზები ჩვენი ძალიან ბევრი ბიზნესმენიც სიამოვნებით ჩაყოფს ამ ჯიბეში ხელს ამიტომ მისაღები იქნება ეს მათთვის და რა თქმა უნდა ისინი ეცდებიან მოახერხონ რამენერად გაიტანონ რუსებს აქვს ესეთი გამოთქვა ნიმიტიომ და კატანიემ ესე იგი ესე თანდათან მიწოლით ზეწოლით რაღაც სხვადასხვა ესე იგი მეთოდებით განახორციელონ ეს და გააკეთებენ კიდეც ამას უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობ თქვენ მოწვევისთვის და მინდა კიდე ერთხელ ქართულ საზოგადოებას უთხრა რომ ნუ გვეშინია არის ძალები და საშუალებები საქართველოში იმისა რომ ჩვენ ყველა მერთად ამას ხარს უსვამ ყველა მერთად გადავწყვიტოთ ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ბევრად უმტკივნეულოდ